საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა იმ მხარდაჭერის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოს არაერთხელ გამოუცხადა. ორი ქვეყნის პირველი პირის შეხვედრას თბილისში აფასებენ. საქართველოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, აცხადებენ პოლიტოლოგები და ამბობენ, რომ ამ შეხვედრით ამერიკა საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ქართველი ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თეთრმა სახლმა საქართველოს პრეზიდენტთან აუდიენცია დიმიტრი მედვედევთან შეხვედრამდე დანიშნა, რომელიც ნატო-რუსეთის საბჭოს ხდომის ფარგლებში გაიმართა. ექსპერტების შეფასებით ეს ფაქტი ობამა-სააკაშვილის შეხვედრას კიდევ უფრო მეტ დატვირთვას აძლევს. და თბილისში გაკეთებული შეფასებებით ნინო გომართელი გვერდება პირდაპირ ეთერში. ნინო, უფრო დეტალურად რა პროგნოზები კეთდება თბილისში, რა ლოგიკური გაგრძელება მოყვება ობამა-სააკაშვილის შეხვედრას? ქართული მხარე ამბობს, რომ თავად ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილისა და პრეზიდენტ ობამას შეხვედრა შედგა, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არიან სტრატეგიული პარტნიორები, იმის გათვალისწინებით, რომ ლისაბონის სამიტის ფარგლებში ობამამ შეხვედრა შეძლო მხოლოდ ავღანეთის პრეზიდენტთან და ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ეს კიდევ ერთხელ უსვავს ხაზს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. როგორც ცნობილია, განხილვის მთელი სპექტრი იყო საკითხების, რომელიც ამ შეხვედრაზე იქნა განხილული, მათ შორის ავღანეთში საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის ოპერაციაში, ასევე ქვეყნის რეგიონში არსებული ვითარება. ქართული მხარე ამბობს, რომ ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დასტურდება ის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ასევე მხარდაჭერა გამოიხატება საქართველოს მისწრაფებაში ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უმაღლეს დონეზე პოლიტიკური შეხვედრები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა ჩვენი პრეზიდენტისა, რა თქმა უნდა, ვერ გადავაჭარბებთ ამის მნიშვნელობას, რაც არ უნდა ვთქვათ ამის შესახებ, მით უმეტეს ნატო საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მოყვა შემდეგ ეს შეხვედრა და რასაკვირველია იქნება ამ საკითხებზე საუბარი, იქნებოდა ამ საკითხებზე საუბარი და მნიშვნელოვანი წინსვლა არის თუნდაც ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში. ესეთი ნაყოფიერი კვირა სააკაშვილს არ ქონია თავის საერთაშორისო ასპარეზზე. ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. პირველი, გახლავთ ის, რომ სრულიად ცხადია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის თემა კვლავ დგას ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე და ამ მხრივ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა პოლიტიკური ძალის ერთსულოვნება იქნება გადამწყვეტი, თუ გსურს რომ რამე პროგრესი მივაღწიოთ და მეორე ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება საქართველოსა და შეერთებული შტატების შორის გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფორმატში. სოფლიოს მნიშვნელოვანი ლიდერები არა მარტო ხდებიან საქართველოს პრეზიდენტს, არამედ სულ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ, ასე რომ ეს არის სწორედ ამ ზოგადი ტენდენციის ნაწილი. კიდევ ერთი ფაქტი, რაზეც ქართული მხარე დღეს კომენტარს აკეთებს, ეხება იმას, რომ ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უსაფრთხოების კონცეფციაში ცალკე პუნქტში მოიხსენია საქართველო. როგორც ცნობილია, 35 პუნქტში წერია, რომ უნდა გაღრმავდეს ნატო-საქართველოს საბჭოს ფარგლებში ურთიერთობები, უნდა განვითარდეს და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ისევ ძალაში რჩება, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება. ქართული მხარე ამბობს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, როდესაც ალიანსი თავად უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმით საუბრობს საქართველოს მისწრაფებაზე ნატოში გაწევრიანების კუთხით. ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ინდივიდუალურად დაფიქსირდა საქართველო. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო არის პრიორიტეტი ნატოს რეგიონულ პოლიტიკაში და შესაბამისად საქართველო გამოიკვეთა პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინასთან ერთად, როგორც მთავარი პარტნიორი ნატოსი. ისე რომ ჩვენ მივიღეთ რეალურად გარანტია იმისა, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება შეუქცევადია და შესაბამისად საქართველო გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ გახდება ნატოს წევრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელება. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. 2000-მდე ქართველი ჯარისკაცებისთვის ალიანსის ძალებთან ერთად ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო პროვინციაში. საქართველოს ძალიან ღირსეული როლი აქვს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ეს ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი ობამა შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს. ქართული მხარე დღეს ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს კვირა არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მხარდაჭერის კვირა, როგორც შეერთებული შტატების მხრიდან, ისე მთელი ევროპიდან და თბილისში ელოდებიან, რომ ამ კონკრეტულ მხარდაჭერის გამოხატულებებს და კონკრეტულ შეხვედრებს აუცილებლად მოყვება შედეგი.